თანამებრძოლებო გილოცავთ. პოზიტივი და იმედი დასანქცირებულია. ეხლა მინდოდა მომეყოლა ბოლო წლებში რამდენი სიბოროტე აკეთეს ამ არხებმა. როგორ ურეცხავენ ყოველდღიურად ჩვენს თანამოქალაქეებს ტვინს და როგორ მიაქანებენ ქვეყანას რუსეთის ჭაობში. ბატონი ხაზარაძის ისევე როგორც ოპოზიციური ფლანგის აბსოლუტური უმრავლესობის სიტყვა დღევანდელ საქართველოში სულიად არაფრად ფასობს. ნოდარ მელაძე ეს სახელი და გვარი უკვე იქცა გაუნაცლებელი, უპრინციპო, ამორალური ჟურნალისტიკის და კიდევ სხვა რაღაცეების სინონიმად. ბატონი ვაშაძის გეგმების პირველივე გვერდზე იმდენად აბსურდულ ტექსტს კითხულობთ, რომ ერთბაშად ხდება ნათელი თუ სადგარის ზღვარი პიარ ტექნოლოგიებსა და რეალურ საქმეებს შორის. მინდა თბილისის ბიუჯეტიდან 30 მილიონის გაფლანგვაზე ბრალდებული პოლიტიკოსის გიგი უგულავას გამოხტომას უპასუხო. ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები ყველა მეთოდით ცდილობდნენ ქართული წარმოების პირბადეების კრიტიკას. პროტესტი, რა თქმა უნდა, პროტესტი არსებობდა და იმედი აქაც წინა ფლანგზე იყო. სწორედ ამიტომაც ზუსტად შემოვარდა იბეჭი სპეცრაზმი და დაიხურა ტელევიზია. ბადრი პატარკაციშვილის საქმე მოყვა ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ახალგორი და დაკარგული კოდორის ხეობა. ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან ისმის სინქრონული აღშფოთება. იმის თაობაზე, რომ თითქოს ამერიკამ საქართველოს სანქციები დაადო და დახმარება შეუჩერა. ყველა განცხადებაში შეშფოთებული ტონის მიღმა უზომოდ კმაყოფილება და სიხარული იმალებოდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ამერიკელი მეგობრების დახმარებით ყოველწლიურად პროგრესირებს. მიშა სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის კაპიტანმა, რომელიც 7 ნოემბერს დამრბევის სპეცნაზის კურატორი კაპიტანი გახდათ და პრემიებიც კი დაურიგა, დღეს როგორც არასამთავრობოს წარმომადგენელი ისე გვევლინება და ტელეკომპანია ფორმულას, რომელიც მულტიმილიონერი და ომში დამარცხებული ქვეყნის ყველაზე სწრაფად გამდიდრებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ტელევიზია არ უცლია ობიექტური სურათის დახატვა. ჩემთვის ვზივარ და ვამუშავებ თქვენთვის თემას. არასამთავრობოების განცხადებებს ვეცნობი და გადავაწყდი ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას მხოლოდ. ახლა მოგიყვებით ყველაზე ნათელ მაგალითს თუ როგორ იქმნება fake news-ი და როგორ ყალიბდება ამ ნიუსზე საზოგადოებრივი აზრი ერთი ზედმეტი სიტყვით. დღევანდელი ვერიფიკაცია ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს მიმოიხილავს. გეგმა, რომლის ინიციატივის კონტექსტის ხwისი ქილიკია, განხორციელების შემთხვევაშიც კი ვერაფერს იტყვის ახლს. ნაკლებად მანახლებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს თუ არ ჩავთვლით, ვერ გავიხსენებთ ვერცეთ ქველმოქმედ ბიზნესმენს, ვისაც იმის მეათედი მაინც გაუკეთებია, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო. სწორედ აღნიშნა ქალბატონმა თია წულუკიანმა, რომ მომდევნო 4 წელი იქნება ამოცანა, რომ ესეთი სისტემური ხარვეზები ქვეყანაში არ არსებობდეს და მომავალ თაობასაც არ ქონდეს იმის შიში, რომ ქვეყნის სადავეებთან მოვლენ ქვეყნის მოღალატეები, ქვეყნის მტრები და ჩვენი ინტერესების არ გამტარებელი პოლიტიკური ჯგუფები. კარგად მზანდებოდეთ